ევროკომისიის ვებგვერდზე ევროპული ეკონომიკური პროგნოზი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი. ევროკომისიის ანგარიშის თანახმად საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა 9.4%-ით. ზრდის მთავარი ფაქტორები იყო კერძო და სახელმწიფო მოხმარება. ანგარიშის მიხედვით ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინვესტიციებიც. ევროკომისიის გათვლებით მოსაოდნელია, რომ 2025 და 26 წლებში ზრდა შენელდება, თუმცა დარჩება მყარ მაჩვენებელზე 5-6% ფარგლებში. ამ პროგნოზს ახლავს განსაკუთრებულად მაღალი გაურკვევლობა ქვეყნის შიდა პოლიტიკური მოვლენებისა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის განვითარების მიმართულების თვალსაზრისით, რაც შესაძლოა უარყოფითად დაისახოს როგორც ბიზნესის, ისე მომხმარებელთა განწყობებზე, ნათქვამია ანგარიშში. ევროკომისიის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ეკონომიკური გაფართოების მხარდაჭერით უმუშევრობის დონე შემცირდა. ანგარიშის თანახმად დასაქმების მაჩვენებელი 2024 წელს გაიზარდა 2.5% პუნქტით, თუმცა კვლავაც შედარებით დაბალ დონეზე დარჩა. ევროკომისიის ანგარიში არის ძალიან კეთილსაიმედო, არის პროგნოზი მასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში შემცირდება უმუშევრობა, გაიზარდება ხელფასები, გაიზრდება შრომის პროდუქტიულობა და ბუნებრივია მაღალი ეკონომიკური ზრდით, კეთილდღეობის პარამეტრების გაუმჯობესებით საქართველოს შეძლებს უფრო ახალ სიმაღლეზე გავიდეს ეკონომიკური განვითარებისა. საქართველოს სხვა გამოსავალი, სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ განვითარდეს, საქართველო ამ გზას მიუყვება.